მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და უკვე 2025 წელს წერთ ახალ საჯარო გაშლას, მანამდე კი მინდა ორიოდე სიტყვით მოგილოცოთ, გისურვოთ ყველაფერი სიკეთე, ღვავი, ბარაქა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, სიყვარული, სიხარული და ვნახოთ 2025 წლის იანვრის თვის ზოგადი პროგნოზი. როგორი იქნება თქვენი ფინანსები, როგორი იქნება თქვენი პირადი ურთიერთობები, ოღონდ ზოგადი ტენდენციებით. მე რა თქმა უნდა 2024 წლის მსგავსად უკვე ჩავწერ კვირის პროგნოზებს და უფრო დეტალურად კვირის ენერგიებს ესე მოგაწვდით. ასევე შეგახსენებთ, რომ ამ თვის ბოლომდე მიმდინარეობს ჩაწერები ყოველწლიურ პროგნოზთან დაკავშირებით, ანუ 12 თვის განმავლობაში გექნებათ ინდივიდუალური პროგნოზი და ეხლა მოქმედებს აქცია 10 იანვრამდე. ანუ 50%-იანი ფასდაკლება ეხება ფაქტობრივად წლიურ პროგნოზს და შეგიძლიათ ვისაც გნებავთ ისარგებლოთ ამ შეთავაზებით. ნახოთ ახლა იანვრის თვის ზოგადი ტენდენციები 2025-ში. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე, მოდი იყოს მესამეც, ვარიანტი მესამე. პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. ვნახოთ ახლა ჩვენ აქ სასიყვარულო თემებში რა ხდება. პირველი ვარიანტისთვის პირადი ურთიერთობები, მეორე ვარიანტისთვის და მესამე ვარიანტისთვის. და აქვე ვნახოთ ტენდენციები კარიერაში, ფინანსებში და ასე შემდეგ. როგორი ტენდენციები გვექნება კარიერულ თვალსაზრისით. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. დააკვირდით ვარიანტებს პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი და რომ აირჩევთ, მერე განაგრძეთ ყურება. მე კი უკვე გადავალ თქვენი დრო რო არ დავაყოვნო ვარიანტების განხილვაზე. არ დაგავიწყდეთ შეგახსენებთ ვიდეოს მოწონება, დაკომენტარება, გაზიარება. თხოვნა მექნება მეგობრებო, ძალიან ცოტა რაოდენობა დარჩა YouTube-ზე 1000 კაცამდე რომ შეივსოს ლიმიტი და თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ არხი ამ თვალსაზრისითაც, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს და ნახოს ეს პლატფორმა. გადავიდეთ, კარგით, ახლა პირველ ვარიანტზე და ვნახოთ, როგორი იქნება პირველი ვარიანტისთვის 2025 წლის იანვრის ტენდენციები. ორიანი ხმლები. ორიანი ხმლები. აქ შეგვიძლია ჩვენ ვივარაუდოთ, რომ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებმა შესაძლოა გადაწყვიტეს ახლიდან დაიწყონ თავიანთი ცხოვრება აი ამ წელს, ახალი პრიორიტეტები დაისახონ, ახალი გეგმები. პრინციპში ახალი წელი სწორედ ერთგვარად ამ ენერგიის მატარებელიც არის, რომ რაღაც გადაწყობა მოხდეს და განახლება. ვნახოთ უშუალოდ რას ეხება ეს კონკრეტულად, თქვენი სიახლეები და თქვენი გეგმები. 10-იანი ხმლები, 7-იანი კვერთხები და არკანის სულელი. კი ბატონო, აი სრული გადაწყობა გაქვთ და დასტის ბოლოს 6-იანი ხმლები. პირველ ვარიანტს სრული გადაწყობა გაქვთ, სრული რესტარტი, ან რაღაც ესეთი გეგმა გაქვთ დასახული, რომ დასრულდა აი ამ 2025-ში აბსოლუტურად თავიდან ვიბადები და ყველა
იმ საკითხს, რაც ან არ მომწონდა ჩემში, ან ვფიქრობდი, რომ უკეთეს ვიმსახურებდი, ან ვფიქრობდი, რომ მაგალითად რაღაცას ისე ვერ ვაკეთებდი, აი ამ წელს დააკისრეთ მთელი ეს პასუხისმგებლობა და ეს იანვრის თვეში ზუსტად აი ამ ენერგეტიკით იწყებთ, რომ საკუთარ თავთან დადებული პირობა გაქვთ ფაქტიურად, რომ ანუ რაც გასაშვებია გავუშვით და 2025-ს ვიწყებთ ახალი ფურცლიდან. ნახოთ პირად ურთიერთობებში რა გელოდებათ, ჩემო ძვირფასებო. აქაც პენტაკლების პაჟი. სრულიად დასაშვებია, რომ ეს სიტუაცია უკავშირდებოდეს ნაწილობრივ პირად ურთიერთობებსაც და ეს განახლება, ეს ტრანსფორმაცია პროვოცირებული და დატრიგერებული იყოს ზუსტად აი ამ პირადი ურთიერთობების კონტექსტით. ნახოთ კარიერა ფინანსებში რა გვაქვს. კარიერა ფინანსებში გვაქვს 7-იანი ხმლები. 7-იანი ხმლები ეს არის როგორი მდგომარეობა, იცით ჩემო ძვირფასებო, აქ პრინციპში თქვენ ხვდებით, რომ გაქვთ ძალა და უნარი რაღაცეები შეცვალოთ, რაღაცეები დაატრანსფორმიროთ. ანუ ზოგადად ეს იანვრის თვე პირველ ვარიანტთან არის ძალიან ტრანსფორმაციული ენერგია. უბრალოდ აი თუ აქ მაგალითად პირად ურთიერთობებში უფრო მეტი გაქვთ გამბედაობა, ხო? კარიერაში და ფინანსებში ეს გამბედაობა ჯერჯერობით გაგლიათ. უფრო მეტად ახლა აქ ხართ დამკვირვებლის პოზიციაში და აი დამკვირვებლის პოზიციიდან ცდილობთ, რომ დააკვირდეთ, მაგრამ სხვანაირად გააკეთოთ. აი რაღაცა ესეთი ენერგია აქ არ აკოპირებთ ერთსა და იმავეს და უშუალოდ ან თქვენი გარშემო მყოფებისგან, ან მაგალითად გინდათ, რომ რაღაცა თქვენი რეალობა შექმნათ, თქვენეული ვერსია ჩამოიყალიბოთ, მაგალითად თუნდაც კარიერული განვითარების, ზოგ მაგ შეიძლება პროფესიის ცვლილებაც გადაწყვიტოს. და აი რაღაცა უფრო აი დამკვირვებლის პოზიციაში ხართ და ამ დამკვირვებლის პოზიციიდან ცდილობთ შეცვლილი ხედვით, შეცვლილი რაკურსით ჩამოიყალიბოთ თქვენი პირადი სიტუაცია. აი ესეთი იყო პირველ ვარიანტთან არსებული იანვრის ტენდენციები 2025 წელს. მადლობა რომ იყავით ჩემთან, მადლობა რომ მიყურეთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და კომენტარება და როგორც უკვე გითხარით, მოქმედებს აქცია 10 იანვრის ჩათვლით წლიური პროგნოზის, 12 თვის პროგნოზის ფარგლებში 50%-იანი ფასდაკლებით. ნახოთ მეორე ვარიანტთან რა ხდება. მეორე ვარიანტი ცხრიანების თასები. იანვრის თვის ზოგადი ტენდენცია ცხრიანების თასებთან დაკავშირებით არსებული ენერგია. ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენ ხართ სავსე, თქვენ ხართ თვითკმარი, უკვე შეგვიძლია ესე ვთქვათ, თითქოს თავი ამ პერიოდში რაღაცნაირად წარმოდგენილი გაქვთ ცენტრში მყოფ ცენტრალურ ფიგურად, მნიშვნელოვან ფიგურად, ესე გამოდის და მე ვიტყოდი, რომ ამით საკმაოდ კმაყოფილები ხართ. მეორე ვარიანტი. ნახოთ კიდევ რას გვეტყვის ტარო. კიდევ რას გვეტყვის. 5-იანი ხმლები, 5-იანი თასები და 8-იანი პენტაკლები. ჩემო ძვირფასო, აქ არის და ბოლოში დასტის ბოლოს გვაქვს ხმლების დედოფალი. აქ არის როგორი სიტუაცია, იცით, მე გითხარით, რომ ან ცენტრში გყავთ თქო წარმოდგენილი საკუთარი თავი და ამით კმაყოფილი ხართ თქო. და თუ გავაცნობიერებთ იმ დამატებით არკანებს, რომელიც აქ მოვიდა, ხო, 5-იანი ხმლები და 5-იანი თასები, ასევე 8-იანი პენტაკლები, ეს ნიშნავს პრიორიტეტების ცვლილებას. თუ მანამდე იყავით კონცენტრირებული თქვენ გარეთ არსებულ მოვლენებზე, ადამიანებზე, თუ რა ვიცი, სიტუაციებზე, ეხლა უკვე იანვრის თვეში თითქოს გადააწყვეთ ეს პრიორიტეტები და ეს კონცენტრაციის რესურსი, მთლიანად ეს ძალა მიმართეთ საკუთარ თავზე.
ეს ნამდვილად არ არის ცუდი გადაწყვეტილება მეორე ვარიანტთან. ნახოთ ახლა რა ხდება პირად ურთიერთობებში. პირად ურთიერთობებში მოვიდა არკანი მთვარე და სავარაუდოდ პირველი ვარიანტი შეიძლება აქ გადმოვიდა მეორე ვარიანტზეც ზოგიერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ენერგეტიკულად თითქოს რაღაც ერთნაირი გაგრძელება გვაქვს. ამიტომ მეორე ვარიანტს ურჩევდი თუ არ მოусმენია პირველს უსმინოს და პირველ ვარიანტს ურჩევდი რომ უსმინოს მეორე ვარიანტს. პირად ურთიერთობებში აქ მოდის არკანი მთვარე. აქ რა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სხვებზე გადაყოლა, რაც მაგალითად თუნდაც 2024 წელს და წინა პერიოდებში თქვენი, მოდი ესე ვთქვათ, არჩევანი იყო, იმიტომ რომ ყველა ვირჩევთ იმას, იმ რეალობას, რაშიც ვართ. აი, ეხლა ეს არჩევანი მიმართულია საკუთარ თავისკენ, ანუ საკუთარ თავი აირჩიეთ, ესე გადაწყვიტეთ და მე გილოცავთ, იმიტომ რომ საკუთარ თავთან გამართული დიალოგი, ჩაღრმავება, კონცენტრაცია, გაცნობიერებები ძალიან გვეხმარება ადამიანებს, რომ დღითი დღე უფრო მეტად და მეტად გავიზარდოთ და უფრო მეტი ჯანსაღი მენტალობის მქონე საზოგადოების წევრები შევქმნათ და ასევე ჩვენც ვიყოთ უფრო მეტად ჯანსაღი მენტალიტეტის და მენტალობის მქონე პიროვნებები. ნახოთ აბა კარიერაში რა ხდება და ფინანსებში. აქ არის სამიანი ხმლები, ჩემო ძვირფასებო. კარიერისა და ფინანსების ნაწილი, აი აქ ცოტა რთულად არის მეორე ვარიანტთან. ცოტა რთულად არის, აქ შეიძლება რაღაცეებს გეგმავდით, მაგრამ იანვრის თვეში მე გირჩევთ, რომ თავი შეიკავოთ რაღაცა ახალი წამოწყებებისგან ამ მიმართულებით, იმიტომ რომ აქ ძალიან მაღალია манипуляციების ალბათობა, ძალიან მაღალია მაგალითად ცრუ იმედები, რომელიც მე ან გაგიცრუდებათ მართლა, ან აღმოჩნდება, რომ არის ტყუილი და რაღაც უფრო ისე გისახავდნენ ყველაფერს ლამაზად და მსუბუქ ფორმებში, ამიტომ კარიერის თვალსაზრისით მოდი დავამატოთ აქ ორ არკანს დავამატებ კიდე, მაგრამ მეორე ვარიანტს გირჩევთ, რომ რაღაც განსაკუთრებულად დიდი ცვლილებებისგან თავი შეიკავოთ იანვრის თვეში. ნახოთ აბა რა ხდება. კი ბატონო, 4-იანი ხმლები, არკანი განდეგილი. აი დააკორდით თქვენ თვითონ. აი ნახეთ. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს, აქაც ადამიანი არის ბრმა და ესე ჯოხის ცეცებით მიიკვლევს გზას, აქ კიდე უბრალოდ სურვილი გაქვთ, რომ ყველას და ყველაფერს გაერიდოთ. ამიტომ მეორე ვარიანტი გირჩევთ, რომ თავი შეიკავოთ განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმისგან, ან რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი გეგმების დასახვისგან. მე ვიტყოდი, რომ ისიც ძალიან კარგია, რომ თქვენ უკვე გადაწყვიტეთ საკუთარ თავზე მუშაობა. ეს უკვე კარგია, ეს საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი ამოცანა დაუსახეთ საკუთარ თავს და მოდი ჯერ ამით დაკავდით და მე უკვე ვნახოთ ტენდენციურად რა იქნება. ზოგიერთისთვის აქ ყველასთან არ იქნება თემა, მაგრამ ზოგიერთისთვის მინდა ისიც ვთქვა, რომ შესაძლებელია ადგილი ქონდეს რაღაც შურს, რაღაც ენერგეტიკულ დაბინძურებებს და ცოტა მძიმე ენერგეტიკული ფონია მეორე ვარიანტთან. ამიტომ ამასაც მიაქციეთ ყურადღება, თუ ამ თვალსაზრისითაც საკუთარ თავზე იმუშავებთ, იქნება ძალიან კარგი. აი ასეთი იყო მეორე ვარიანტი, ჩემო ძვირფასებო, მადლობა რომ იყავით ჩემთან, მადლობა რომ მისმინეთ და ეხლა გადავიდეთ უკვე პირდაპირ მესამე ვარიანტის გარჩევაზე და ვნახოთ მესამე ვარიანტი თქვენთან როგორ იქნება 2025 წლის იანვარი. სამიანების კვერთხები. სამიანების კვერთხები, ეს არის პეპლის ეფექტის ენერგია. ეს არის მდგომარეობა, მაგრამ აქ თუ დააკვირდებით, დახატულია ღამის პეპელა. ღამის პეპელა არის ცოტა უფრო მეტი შიში, ვიდრე მაგალითად არის დღის პეპელა, ცოტა უფრო მეტად ფარული მდგომარეობა, შეიძლება არა ნამდვილად უგრძნობ აქ, რომ გარკვეული ტიპის მიზნები, გეგმები გაქვთ, მაგრამ უფრთხით ამ მიზნებისა და გეგმების განხორციელებას, იმიტომ რომ უფრო დიდად გეჩვენებათ რაღაცა საფრთხეები, ვიდრე რეალურად შეიძლება ამ საფრთხეებს
თქვენზე კონდეს გავლენა. ამიტომ თქვენთვის მოდი დავამატებ აქაც რამოდენიმე არკანს და ვნახოთ მესამე ვარიანტი, რას გვეტყვის ტენდენციურად ზოგადად ტარო იანვრის თვესთან დაკავშირებით. ნახოთ 4-იანი კვერთხები, 3-იანი ხმლები და 7-იანი თასები. კი ბატონო, აქ არის არჩევანის მდგომარეობა, ხო ვამბობ, რომ რაღაცნაირად გეშინიათ, აფერხებთ ამ ყველაფერს. ეს პრინციპში ლოგიკურიც არის, შეიძლება წარსული გამოცდილებიდან მოყვებათ ეს შიში და გაუბედაობა, მაგრამ შიშით ესე ყოველთვის ვერ ვიმოძრავებთ წინ, იმიტომ რომ შიში არ გვაძლევს რესურსს, შიში არის ენერგია, რომელიც პირიქით მოიხმარს ჩვენს ყოველგვარ ძალისხმევას, ენთუზიაზმს და ასე შემდეგ ჭამს და შთანთქავს და აღარ გვაძლევს უკვე არანაირ შესაძლებლობას ვიმოძრავოთ წინ. მესამე ვარიანტი, აი აქ თქვენ შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე ვერსია გაქვთ, როგორ შეიძლება რომ რა მიმართულებით წახვიდეთ. გირჩევდით რომ ესე სწრაფი ნაბიჯები არ გადადგათ და დაამუშაოთ გეგმები, რომელსაც აპირებთ რომ 2025 წელს განახორციელოთ. ვნახოთ რა ხდება. კი ბატონო, აქ არის პირად ურთიერთობებში არკანი ეტლი. აქ არის საკმაოდ სწრაფი ცვლილებები პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. ზოგადად შეიძლება აქ იყოს სიტუაცია, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა გადადგას რაღაცა ნაბიჯი ურთიერთობების უფრო დასერიოზულების ვარიანტში, ან პირიქით ურთიერთობებიდან გამოსვლის კონტექსტით. ანუ ეს ახლა ყველა თქვენ ვარიანტს ჩახედეთ, იმიტომ რომ არის საჯარო გაშლა და პირად გაშლას არ ვაკეთებთ აქ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება პირად ურთიერთობებში მესამე ვარიანტთან. ვნახოთ კარიერა ფინანსებში რა გველოდება. კარიერა ფინანსებში, კი ბატონო, აი აქ არის ისევ 2-იანი კვერთხები, ფაქტიურად წეგან დავიწყეთ 3-იანი კვერთხებით, დავასრულეთ კარიერას და ფინანსებით 2-იანი კვერთხებით და ეს არჩევანი, რასაც აპირებთ, დიდი ალბათობით უკავშირდება ახალი საქმის წამოწყებას. მესამე ვარიანტი, აქ გირჩევთ, რომ არ აჩქარდეთ. აქ ნაკლებია ტყუილის თემები, მაგრამ აქ არის სამაგეროდ ძალიან მაღალი გამოუცდელობის თემა. ანუ თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ რაღაცები კარგად იცით, რაღაცები ზუსტად მოკლეული და განსაზღვრული გაქვთ და შეფასებული, ხო? მაგრამ ეს არის საფრთხე ზუსტად, რაც შეიძლება რომ რეალიზდეს იანვრის თვეში 2025 წელს. ანუ არ იცოდეთ სათანადო დონეზე რაღაც საკითხი და შეხვიდეთ იმ საკითხში და მე აღმოაჩინოთ, რომ ხართ ჯიხში. იქიდან გამომდინარე, რომ არ გაქვთ საკმარისი ცოდნა, კომპეტენცია და გამოცდილება. აი ესეთი იყო ჩვენი 3 ვარიანტი 2025 წლის იანვრის თვის ტენდენციებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება წლიურ გაშლებთან მიმართებაში და ამავე დროს მინდა გთხოვოთ, რომ YouTube არხივისაც არ გაქვთ გამოწერილი, დამეხმაროთ, გამოიწეროთ იმისათვის, რომ ავიდეთ 1000 გამომწერზე, რომ არხი უფრო პოპულარული და გავრცელებადი გახდეს. ის ენერგია, რასაც მე თქვენთვის ვხარჯავ, ძალიან მადლიერი ვიქნები თუ ამ ფორმით თქვენი მხრიდან დაფასდება და კომპენსირდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2025 წელს, გისურვებთ თქვენი იმედების, მიზნების, ჩანაფიქრების განხორციელებას, სიკეთეს, სიყვარულს გისურვებთ და ვიტყოდი, რომ თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს ქვეყანას შვიდობა გვეპოვნოს ჩვენს საკუთარ გულებსა და სულებში. დროებით.